სამმასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელზეც არის საუბარი საეს კვლევაში, ჯამში 75,000-მდე ბილეთი არის გაყიდული, ხოლო საეს კვლევაში მხოლოდ 56,000 ბილეთი მოხდა, საიდანაც 3,000-მდე აღნიშნულია, რომ არის ბილეთი გაყიდული საზღვარგარეთ. გაუგებარია აბსოლუტურად მეთოდოლოგია, რომელთაც ეს არის დათვლილი, იმიტომ რომ Google Analytics-ი გვაწვდის ჩვენ ტრანზაქციების რაოდენობას და არა კონკრეტული ბილეთების რაოდენობას და თვითონ ტრანზაქციაში რამოდენიმე ბილეთი შეიძლება ყოფილიყო და როგორც წესი არის, ესე შეიძლება ყოფილიყო შეძენილი. გაუგებარია, რატომ არ არის მხედველობაში მიღებული 20,000-მდე დანარჩენი ბილეთები, რატომ გამოირიცხება ის, რომ ადგილზე ჩამოსული საქართველოში მყოფმა უცხოელმა შეიძინა ბილეთი უკვე აქ საქართველოში ყოფნის დროს, გნებავთ ინტერნეტით ან გნებავთ სალაროში. რატომ არ არის მხედველობაში მიღებული იმ ბილეთების რაოდენობა, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა შეიძინეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ან მიზანმიმართული ცდილობა პროექტის დისკრედიტაციის, ან აბსოლუტურად კატასტროფული არაკომპეტენტურობა. გასაგებია, რომ ნებისმიერი კვლევა ან ანგარიში ახალი დონორის მოზიდვას ემსახურება და ყურადღების მიქცევას, თუმცა გაუგებარია, რა უცნობ დეტალებზე არის საუბარი, იმიტომ რომ ათეულობით, პირდაპირ მნიშვნელობით, ათეულობით მოთხოვნაზე საჯარო ინფორმაცია არაერთხელ და ძალიან ოპერატიულად და მაქსიმალურად დეტალურად არის ამ საკითხებთან დაკავშირებით გაცემული და ის ფაქტი, რომ სამჯერ ზედიზედ მათ მოუწიათ საკუთარი სარჩელის გამოთხოვნა სასამართლოდან, სრულიად ანიავებს მათ პროფესიულ ავტორიტეტს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა მართლა გულწრფელად ის, რომ ორგანიზაცია, რომელსაც ერთ დროს მივიჩნევდი მართლაც ავტორიტეტულად და კომპეტენტურად, დღეს საბოლოოდ სახე დაკარგა.